მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა კვლავ ეთერშია, მე გახლავართ მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბელქანია. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ეს არის არქივი და ზოგადად არქივის როლი ქვეყნის სახელმწიფოებრივ აზროვნებასა თუ ქმედებებში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივის პასუხისმგებელი პირი ბატონი ნიკოლოზ გურგენიძე. მოგესალმებით ბატონი ნიკოლოზ, რას წარმოადგენს დღეს აი ეს არქივი, რომელსაც ჩვენ რეალურად უნდა ვისაუბროთ და რა მასალებია დაცული აი ამ არქივში? რამდენად უნიკალურ მასალებზეა საუბარი და ჩვენ მაყურებელს გადაცემის თავშივე შევპირდეთ, რომ ვაჩვენებთ ექსკლუზიურ მასალებს, ეს ქართულ ჟურნალისტიკას ძალიან უყვარს, თუმცა ნამდვილად ექსკლუზიური იქნება ის, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ ამ გადაცემის პარკლებში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები თქვენს მშენებლებს. დიახ, ნამდვილად ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ყველაზე ძველი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაა საქართველოში. ის საფუძველს სათავეს ჯერ კიდევ 1917 წელს ჩამოყალიბებულ ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტიდან იღებს, რომელიც აკადემიკოს ნიკო მარის ინიციატივით იყო შექმნილი. ამის მისი ძირითადი მიმართულება დიახ, საკვლევი სფერო მთელ კავკასიას მოიცავდა. ამის შემდგომ შეიქმნა კავკასიათმცოდნეობის ინსტიტუტი 1931 წელს და 1936 წელს კი ჩამოყალიბდა ნიკო მარის სახელობის ენის ისტორიისა და კულტურის მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, ეგრეთ წოდებული ენიმკი, რომლის გაყოფის შემდეგ 1951 წელს ჩამოყალიბდა ორი ინსტიტუტი, ენისა და კულტურის ინსტიტუტი და ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. ჩვენი მასალები, რომელიც ამ არქივშია დაცული, დაახლოებით 1920-იანი წლებიდან შემოსული მასალებია. ეს არქეოლოგიურ ექსპედიციებში თუ იცით როგორ არის არქეოლოგიური ექსპედიციებიდანაც, ვინაიდან გარკვეული პერიოდი, საკმაოდ დიდი პერიოდი ეს ინსტიტუტი იწოდებოდა და მასში შემოდიოდა არქეოლოგიაც, ან დაიწოდებოდა შესაბამისად ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტად, მაგრამ დღეს არქეოლოგიური სეგმენტი ჩამოცილებულია რეფორმის შედეგად ისტორიის ინსტიტუტს და გადაცემულია ეროვნულ მუზეუმს. თუმცა გარკვეული არქეოლოგიური მასალაც ჩვენთან არის დარჩენილი, მაგრამ არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი გატანილია. კი ბატონო. მაგრამ დარჩენილი, ვინ ქმნიდამდე, მინდა თქვათ, რა ტიპის მასალებია და როდიდან უბრალოდ და აი სწორედ აი 20-იანი წლებიდან, ამიტომაც არის ის უნიკალური და ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბროთ, მაგრამ 20-იანი წლებიდან, 30-იანი წლებიდან უკვე სისტემატურად, როდესაც ექსპედიცია წყობოდა საქართველოს თუ ჩრდილოეთ კავკასიის ყველა კუთხეში, აუარებელი და მართლაც უნიკალური მასალა შემოდიოდა თითქმის ყოველწლიურად ამ ინსტიტუტში, რომელსაც შემდეგ მეცნიერები სამეცნიერო პროდუქტად გარდაქმნიდნენ. ვინ ქმნიდა? ეს იყვნენ მართლაც ის დიდი ბუმბერაზი კორიფეები, რომლებიც ქართული ისტორიული ეთნოგრაფიული მეცნიერების სათავეში იყვნენ. საკმარისად დავასახელოთ თუნდაც ეთნოგრაფიის მიმართულებით ქალბატონი ვერა ბარდაველიძე, ბატონი გიორგი ჩიტაია, ალექსი რობაქიძე, თინა ოჩიაური მომდენო თაობებში, ძალიან ბევრი მკვლევარი, ძალიან შორს წაგვიყვანს და შეიძლება ცუდად გამოვიდეს თუ კი ვინმეს გამოტოვოთ, რომელთაც უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ეთნოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში. აღარაფერს ვლაპარაკობ ისტორიული მიმართულებით, როდესაც თითქმის ინსტიტუტის ყველა დირექტორი უდიდესი ისტორიკოსი იყო, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, დავით მუსხელიშვილი. ეს ის კორიფეები იყვნენ, რომელიც ბატონი გიორგი მელიქიშვილიც არ შეიძლება გამოვტოვოთ, ხო? იმ პერიოდიდან ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელიც არა მარტო ქმნიდნენ ამ ინსტიტუციას, არამედ უშუალოდ ქმნიდნენ სამეცნიერო პროდუქტსაც, ღირებულს, ფასეულს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ისტორიისათვის, ჩვენი მომდევნო თაობებისათვის. ანუ რა? აი რა ტიპის რა ინახება არქივში? რა ინახება? შესაბამისად, ამ ექსპედიციებიდან ეს კომპლექსური ექსპედიციები იყო. ეს არ იყო მხოლოდ ერთი რაღაცა ვიწრო მიმართულების და ვიწრო სპეციალობის ხალხის ექსპედიცია. შესაბამისად, ამ ექსპედიციების შედეგად თავი მოიყარა პირველ, თქვათ, ხელნაწერმა შრომებმა
გრაფიკულმა ნამუშევრებმა, ვინაიდან ამ კომპლექსურ ექსპედიციებში მიდიოდნენ არა მარტო ისტორიკოსები, არამედ მიდიოდნენ, თქვათ, ეთნოგრაფები, არქეოლოგები, ტოპოგრაფები, მხატვრები, თან ძალიან გამოჩენილი უჩა ჯაფარიძე, რომელზეც ვისაუბრებთ ჩვენ შემდგომში. არა მარტო უჩა ჯაფარიძეს, გიორგი ზამთარაძეც ძალიან მაგალითად ცნობილი არის ესეთი მხატვარი ბრაილაშვილი, თენეიშვილი, არაჩვეულებრივი ჩანახატები დაგროვდა ამ გრაფიკულ მასალაში, მათი მეშვეობით და მონაწილეობით შექმნილი. ამის გარდა ასევე აღსანიშნავი არის მუსიკათმცოდნეობითი კუთხით მუსიკალური მასალები. აქ კიდევ ეს ცალკე მიმართულება და ცალკე სალაპარაკოა. ჩვენი თქვა ძალიან გამოჩენილი მუსიკოსები იღებდნენ ამაში მონაწილეობას. საკმარისად ვთქვათ, რომ დიმიტრი არაყიშვილი იყო თავის დროზე მიწვეული ინსტიტუტში და მისი ჩანაწერები არსებობს, ვთქვათ, ინსტიტუტის არქივში დაცული. მისი არა მარტო გამოკვლევები, არამედ მისი ხელით შესრულებული საუნტო ჩანაწერები არსებობს, ხელნაწერი. აღარაფერს ვამბობ იმ უძველეს ლილვაკის ტიპის ჩანაწერებზე, რომლის უდიდესი კოლექცია ისტორიის ინსტიტუტს გააჩნია და ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ეს პროექტი წარმატებით დასრულდა, როდესაც მისი გაციფრვა მოხდა, მაგრამ ამის გარდა არსებობს უამრავი მაგნიტოფილზე ჩაწერილი მასალაც, რომელიც მოიცავს არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ ჩრდილო კავკასიის რეგიონს და ასეთი ტიპის მასალები დღეს მათაც აღარ გააჩნიათ, ვინაიდან ეს ფოლკლორი ქრება ან სახეს იცვლის და ეს ჩანაწერები შესრულებულია გასული საუკუნის 40-50-ან, 60-ან, მაქსიმუმ 80-ან წლებში და მის კლასიკურ ვერსიას წარმოადგენს სახელმწიფოდ. რაღაც იმ დროინდელ ვერსიას წარმოადგენს, რომელსაც დღეს უბრალოდ ინტერპრეტაცია აქვს გაკეთებული, შეცვლილია, გამქრალია, მივიწყებულია. შესაბამისად, ამას უბრალოდ ვეღარსად ვეღარ ნახავ და ვეღარ დააფიქსირებ. და უნიკალურია. არსებობს, თქვათ, გრაფიკა, რომელიც უმდიდრესია თავისი შინაარსით, მრავალფეროვნებით, ესეც ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ამ გრაფიკულ მასალაში მოქცეული არის არა მხოლოდ თქვათ რაღაც მცირე ან ერთი მიმართულება საქართველოს ისტორიის ამყოფა ცხოვრების, არამედ თითქმის მთელი სპექტრი, ულევი მასალა არის ქართული ტრადიციული ყოფა-ცხოვრების, თქვათ, ტრანსპორტის, სამეურნეო დანიშნულების იარაღების თუ საყოფა-ცხოვრებო დანიშნულების იარაღების, თავდაცვითი ნაგებობების, საცხოვრებელი სახლების, რიტუალურებით რასაკვირველი ეს კულინარიიდან ძალიან საინტერესო. არის ასეთებიც კი ძალიან საინტერესო. ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ, უბრალოდ მაყურებელმა რომ არ იფიქროს, რომ ეს არის ძალიან ვრცელი, რომლიდანაც რაღაც კონკრეტულს ვერ გამოიტანს, ჩვენ რაღაცა კონკრეტული აქცენტები გავაკეთოთ. ანუ აი ხა ჩვენ მაყურებელს ვაჩვენებთ კადრში, ეს არის ინგუშეთში, როგორ გამოიყურებოდა ეს ქართული ტაძარი. მე ვფიქრობ მაყურებლისთვის ეს და არა მარტო მაყურებლისთვის, ხელოვნებო ცოდნებისთვისაც ეს ძალიან საინტერესო იქნება. რადგან უკვე არქიტექტურაზე ვიწყებთ საუბარს, ძალიან საინტერესოა დღეს, როდესაც საუბრობენ, როგორი იყო ძველად, მაგალითად, ხევსურეთი, ხო? თუნდაც. და როგორ მოხდეს მისი რესტავრაცია თუ კონსერვაცია, ან თუნდაც თუშეთი. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ჩანახატები არის, მასალა არის დაცული. კონკრეტულად რო ვისაუბროთ, აი როგორ იყო ხევსურეთში სოფელი მუცო, ხო? როგორ გამოიყურებოდა ქვის წყობა, როგორ გამოიყურებოდა ნაგებობა, რისგან შედგებოდა. ჩვენ ელემენტარულად ამ ფოტოების ნახვითაც შეგვიძლია ავადგინოთ ძველი სურათი. სხვათა შორის ამის კარგი გამოცდილება არსებობს, როდესაც და სწორედ ამიტომაც ვიძახდი, რომ უნიკალურია ყველა მიმართულებით, თქო. სწორედ ამიტომაც ვამბობდი და ამ გამოცდილებასთან დაკავშირებით შემდეგი მინდა გითხრათ, რომ დართლოს პროექტთან მიმართებაში, როდესაც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა დართლოს რეაბილიტაციის პროექტი, მაშინ ერთ-ერთმა დამკვეთმა, რომელიც ამ პროექტის შემდგენელი იყო, ჩვენგან წაიღო რამდენიმე ისეთი ფოტო, რომელმაც საკმაოდ სერიოზული კორექტივები შეიტანა, ან რაღაც გარკვეულად შეასწორა მათი წარმოდგენებით, როგორ უნდა მომხდარიყო რესტავრაცია გარკვეული სახლების. აქედან გამომდინარე, სწორედაც რომ უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია იმ მასალას, რომელიც ჩვენთან არის დაცული, არა მარტო თქვათ ეთნოგრაფიული კუთხით, არა მარტო თქვათ ისტორიულ ჭრილში, არამედ თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ჭრილში. ბუნებრივია. დაიწყო ბერდის ტაძარით, რომელიც აქამდე ვახსენეთ. სწორედ იმის
კარგი თვალსაჩინო მაგალითია თუ როგორ იყო ის პირვანდელი სახით. დიახ, თუნდაც პირვანდელი სახით, ან პირვანდელთა ძალიან მიახლოებული სახით, მაგრამ დღეს ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს ტაძარი ამ სახით აღარ არსებობს. მე მეცაც გეტყვით, თქვათ, რადგან ტყობერძე ჩამოვარდა ამ წუთში ლაპარაკი. ეს თემა ოდნავ გავაცოთ, ეს ინგუშეთია. დიახ. და სწორედ იმას ვამბობდი, რომ უმნიშვნელოვანესი არა მარტო საქართველოსთვის, ჩვენთან დაცული მასალები, არამედ ჩრდილო კავკასიისთვისაც. ინგუშეთიდან მოვიდა მომართვა, თხოვნა, რათა მიგვეცა ინფორმაცია ჩვენთან დაცული მასალების შესახებ. როგორც ვთქვათ, ხელნაწერის არქივო მასალები, ასევე გრაფიკული და ფოტომასალის შესახებ. დიახ. ზოგადი ინფორმაცია რაც გავაგზავნეთ, მათთვის იმდენად მოულოდნელი და ასე ვთქვათ, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის ზღვა მასალა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ისინი დიდი სიხარულით გამოგვეხმიანნენ და დაათანხმდნენ ჩვენთან თანამშრომლობას, იმიტომ რომ მათთან ძალიან ბევრი დასახლებული პუნქტი საომარი მოქმედების დროს პრაქტიკულად განადგურებულია. მეორე უბედურება იყო ის, რომ ამ ომმა შეიწირა მათი მუზეუმი და შესაბამისად ამ ხრივ აღმოჩნდა ისე, რომ საქართველოში არის დაცული მათი კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი შეიძლება ასე ვთქვათ. შეიძლება ამას უკვე კულტურული მემკვიდრეობა დავარქვათ, ვინაიდან ის ორიგინალები თუნდაც რაც იქ ინახებოდა არქივებში ამათთვის კი ბატონო, ეს რაც შეეხება თვითონ სხვა სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი არქივით ინტერესდება, რომ საკუთარი დაიცვას. ჩვენთან რა მდგომარეობა, რამდენად ინტერესდებიან სხვადასხვა უწყებები, მაგალითად, როდესაც კულტურულ მემკვიდრეობას აღადგენენ, ინარჩუნებენ და ასე შემდეგ. ანუ ეს რამდენად კოორდინირებულად ხდება. აი არქივი არის თუ არა ის მატრიცა, რომელზეც დგას სხვა სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აქტიურად ერევიან აი ამ უშუალოდ კულტურულ მემკვიდრეობაში. არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სხვა არქივებთან თანამშრომლობა, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში მე მხოლოდ დართლოსთან დაკავშირებული პროექტის თქმა შემიძლია. სხვა დანარჩენ შემთხვევებში არავის აი მოცო არის ძალიან აქტუალური დღეს. და ჩვენ გვაქვს სრული სურათი, ხო, როგორი იყო? საკმაოდ დეტალური სურათი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, სრულს თუ ვერ ვიტყვით, საკმაოდ სერიოზული სურათი გვაქვს მუცოს რეალური მდგომარეობისა დაახლოებით 50-40 წლის წინანდელი, რაც დღეს უბრალოდ ფიზიკურად აღარ არსებობს. საკმაოდ საინტერესო არის სხვა ანაზოებით, აი მაგალითად როგორ გამოიყურებოდა ქართული სახლი, ხო, არქიტექტურული. ეს კიდევ ცალკე რაღაც ლამაზი სეგმენტია, სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე მე თვითონ, როდესაც ამის დრო მაქვს, უბრალოდ ძველი ქართული სახლი. აი მაგალითად სოფელი ხანი, რასაც ახლა მაყურებელი ხედავს ეკრანზე. ეს არის მშვენიერი ნიმუში, ფხეზე კვეთილობისა და თქვათ სახლში ბუხრის ერთ-ერთი დეტალი, როგორ არის ის მოჩუქურთმებული, ეს არის ფანტასტიკური ნიმუშები ინტერიერისა თუ ექსტერიერისა, რაც ჩვენს არქივშია დაცული და სამწუხაროა ის, რომ თუნდაც აი ელემენტარულად დღევანდელ ქართულ სამშენებლო არქიტექტურაში არ იხმარება აღარ გამოიყენება ის ორნამენტები, რომელიც ადრე ძალიან გავრცელებული იყო საქართველოში. შესაძლოა ელემენტარულად, იმიტომ რომ ამის შესახებ მწირი ინფორმაცია. ცით რა არის? შესაძლოა ესეც იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი, მაგრამ არც ინტერესი არ არის ხანდახან. მასაც უნდა. მე ვფიქრობ, რომ მაინც მეტი პოპულარიზაცია ჭირდება. პოპულარიზაცია ჭირდება ასევე აი ხეზე ნაკეთობის კულტურას. ძალიან დახვეწილი ესთეტიკით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ნუ ეს არის აივანი თუ ეს არის ბუხრის თავი თუ ეს არის ჭურჭელი. ძალიან საინტერესოა, ხო? როგორ ხედავდა ქართველი ადამიანი აი ამ ესთეტიკას სამზარეულოში? აბსოლუტურად ყველგან. არა მარტო სამზარეულოში, არა მარტო ხეზე კვეთის, მცირეს ნიუანსებშიც კი ეს იყო მართლაც ნამდვილი ესთეტიკა და რა გითხრათ, ერთ-ერთი რასაც ხა ჩვენი მაყურებელი ხედავს, თქვათ, აი დაწნულ მასალაშიც კი, მოწნულ ჭურჭელშიც კი, რამხელა ესთეტიკაა ჩადებული და ეს ხელჩანთა, დაწნული ხელჩანთაც კი ალბათ ერთ-ერთი არა მარტო საოცრება, არამედ ლამაზი ნივთი, არამედ რაღაც რომელიც აი უბრალო სახლს ამშვენებდა. ნებისმიერ შემთხვევაში უპასუხებდა, თანამედროვე მოდის გამოწვევებსაც კი უპასუხებდა ის რაც ძველ დროს არის შექმნილი. კი ბატონო, ყველგან და ყოველთვის არა მარტო პრაქტიკულ გამოყენებას
თვის ქმნიდნენ ამას, არამედ ესთეტიკასაც უთავსებდნენ და ძალიან მაღალი დონის ესთეტიკა. კი, საკმაოდ დახვეწილი ესთეტიკით არის ეს ყველა. ნატიფი აზროვნებით შეიძლება ითქვას, გემოვნებით, კი ბატონო. აი ახლა რომ ვისაუბროთ აი ამ ტრანსპორტის ფრაგმენტზე. ტრანსპორტის ისტორია საკმაოდ დიდი აქვს საქართველოს დაწყებული მას მერე რაც ბორბალი გამოიგონეს, მდე სანამ ბორბალი არსებობდა, შეიძლება ითქვას ეს არის უნიკალური იმითაც რომ ყველა დეტალი რომლისგანაც შედგებოდა ეს მარხილია თუ ეს უღელია თუ რომელი ჭანჭიკი დუმა თუ ფარეში დანდალი უკანა კოფო ჭალი თვითონ დასახელებებიც კი საინტერესო ანუ ეს სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გამოიწვიოს ინტერესი ეს ენათმეცნიერება თუ ეს ტრანსპორტის ისტორია თუ ეთნოლოგია თუ არას არ აქვს მოცემულ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე საინტერესოა შემდეგი ფრაგმენტი სადაც ხედავთ ქალბატონს თავისი სამოსით სამოსი კიდევ ცალკე საკითხია თუ შეიძლება ცოტა ხნით ტრანსპორტს და ასეთ ამ მიმართულებას დაუბრუნდები ყოფის მომენტს. იმიტომ რომ ეს მართლაც ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო მიმართულება არის ეთნოგრაფებისათვის შესასწავლად. იმიტომ რომ აქ მართლაც როგორც თქვენ აღნიშნეთ უამრავი ისეთი დეტალი და ნივთია ჩვენთან დაფიქსირებული, რომელიც დღეს შეიძლება პრაქტიკულად ან აღარ კეთდება, ან მივიწყებულია. ან უბრალოდ მათი მნიშვნელობაც კი ზოგჯერ უცნობია ხოლმე თანამედროვეებისათვის. ამასთან ერთად აუცილებელია აღინიშნოს სამეურნეო დანიშნულების იარაღები, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იარაღები, რომელიც ასევე მრავლად არის დაფიქსირებული ამ ექსპედიციების დროს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აუცილებლად უნდა ვთქვათ და დაუბრუნდეთ ისინი ხელნაწერშობებს, იმიტომ რომ ეს რადგან ვახსენეთ, რომ კომპლექსური ექსპედიცია იყო, ეს არ არის მხოლოდ რომ აი გრაფიკიდან გადაიხატო მხოლოდ ეს ყველაფერი. ამ გრაფიკულ ჩანახატებს უკან უდევს უზარმაზარი ტექსტური ნაწილები, სადაც დეტალურად არის თქვათ აღწერილი, გაწერილიც თუ აი როგორ კეთდებოდა, როდის რა უნდა ყოფილიყო, თქვათ მაგალითად აი გუთანი, იქვე იმ წუთში თქვენ ნახავთ ჩანაწერებს, თქვათ როდის უნდა დაწყებულიყო, თქვათ ხნათესთვის სამუშაოები, რა რიტუალები უნდა შესრულებულიყო. ახლა რომ გადმოვიდეთ მუსიკალურში ისევ ამას პარალელურად ახავს მუსიკალური ჩანაწერები, სადაც ჩაწერილია ამა თუ იმ შრომასთან დაკავშირებული მუსიკალური სიმღერები. აი ეს ყველაფერი ჯამში ერთად ქმნიდა იმ ერთობლიობას და უნიკალურობას, რაც ამ არქივს ალბათ წარმოაჩენს და განასხვავებს სხვა დანარჩენი არქივებისგან. იმიტომ რომ ასე ერთად კომპლექსურად თავმოყრილი საქართველოს ისტორია, ეთნოგრაფია, მისი წესჩვეულებები, ტრადიციები და ის მატერიალური კულტურა, რაც ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა, კომპაქტურად არის დაცული. ხალხურს რომ ისევ მიუბრუნდეთ. ხომ? აქ არის შრომის იარაღები. ძალიან საინტერესოა შრომის იარაღები. აი მაგალითად მესხური არ უნდა. ახლა მაყურებელი კაცში ხედავს. როგორ გამოიყურება? რამდენი დეტალისგან შედგება? არა მარტო როგორ იყო, ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ როგორიც იყო ის იმ მდგომარეობაში, რომ უმნიშვნელო დეტალის ჩათვლით კი არის შენარჩუნებული. ეხლა რომ დიახ, რომ მოუბრუნდეთ კიდევ ერთ თემას, რომ გავაერთიანოთ. არა მარტო შრომის იარაღები, ბრძოლის იარაღები და მე მახსოვდება გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში სხვადასხვა კუთხეებში იმოგზაურა რუსმა მეცნიერმა ხარლამოვმა. მან ქართული ბრძოლები შეისწავლა მთაში, ბარში ასე შემდგომ და როცა დაბრუნდა რუსეთში, ძალიან დიდი წიგნი გამოუშვა, მე მაქვს ეს წიგნი ნანახი, სადაც წერია სამბო. დიახ. და მანე სამბო სამააბარონა ბეზარუჟია, ანუ თავდაცვა ირანის გარეშე შეტანილი არის სწორედ ეს ქართული ურთაბრძოლები, რომელიც მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შეისწავლა. ალბათ გუბერნიული მიდგომაც ქვეყნისადმი და მაშინ საქართველოს რუსეთის გუბერნიაც იყო ზუსტად ეს იყო. ის თვლიდა რომ ეს იყო რუსეთის. კი, აი ეს რომ არ დაგვემართოს, აი თუნდაც ერთი ფრაგმენტი შვილდისრის მოზიდვის სამი ტექნიკა. აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ, რომ პრაქტიკულად აი სხვადასხვა მიმართულებით ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რომ დავაინტერესოთ მეცნიერები, საზოგადოება, სახელმწიფო დავაინტერესოთ, რომ ჩვენ თუ არ ვართ გუბერნია, მაშინ ჩვენი აზროვნება არ იყოს გუბერნიული და სახელმწიფომ ეს თავისი კულტურა
დაიცვას და ერთი თვის პრემიაც კი ეყოფა მაღალი თანამდებობის პირების, რომ არქივის დიგიტალიზაციის პროცესი დასრულდეს, რომ ეს უნიკალური ჩანაწერები დავდოთ ხალხის მოსასმენად და ხალხის სამსახურში, ხო? აი მაგალითად ეს უნიკალური ჩანახატი, რომელიც სამი სხვადასხვა გვარიდან არის აღებული. ერთი ისრის მოზიდვის სამი წესი, ხო? აი ამაზე რა სიტყოდით? ჯერ ჩაცმულობა, აბჯარი, იარაღი, ტიპაჟი, ეს რაღაცი როგორ მოიზიდოს ეს ყველაფერი გვაქვს. სამწუხაროდ გვაქვს, მაგრამ საბედნიეროდ. სამწუხაროდ უბრალოდ ჩვენი მიდგომა, თორე საბედნიერება ის არის რომ გვაქვს. სამწუხაროდ უცნობია კი ბატონო. თუმცა ამ ახაც კიდევ ერთხელ დაუბრუნდები და რადგან თავში ვახსენეთ განსაკუთრებული, მაგრამ აქვე ვთქვათ რომ ამ ნახატს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ძენს ის მომენტი თუ ვინ არის მისი ავტორი და რომელი წელია. ეს არის 1932 წელი და მისი შემსრულებელი გახლავთ უჩა ჯაფარიძე, დიახ, ცნობილი უჩა ჯაფარიძე. ამ პერიოდში ჯერ არ არის ცნობილი? დიახ, ის არ არის ამ პერიოდში ცნობილი და ის როგორც ალბათ ერთ-ერთი ახალდამწყები მხატვარი მიწვეული იყო ექსპედიციაში და ხედავთ საკმაოდ პროფესიულად, მაღალ პროფესიულად არის ჩახატული აი ეს შუდის მოზიდვის ტექნიკა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენს არქივში აღმოჩნდა აი ამ დამუშავების დროს უჩა ჯაფარიძის ერთი ალბომი, რომელიც 30 ჩანახატისაგან შედგება. სრულიად უნიკალური, ბუნებრივია. და ეს ვერა ბარდაველიძის პირადი საარქივო ფონდის დამუშავების დროს აღმოჩნდა თათუშეთის ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში. როგორც ჩანს იმ პერიოდში იყო ამ ექსპედიციის წევრი. იმ პერიოდში იყო დიახ მიწვეული და აი ეს ალბომი საკმაოდ მნიშვნელოვანი არის არა მარტო იმით თუ ვინ ჩახატა, არამედ ისიც თუ რა არის ჩახატული და აი ეს ორივე ერთად კომპლექსში აი ყოველწუთს მიწევს ამის გამეორება, მაგრამ ფაქტია რომ აი ეს ყოველივე ერთად ზრდის ამ ყველაფერს და ქმნის უნიკალურს. ასაგვირველია. ასეთი უამრავია ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მეორე სურათით უჩა ჯაფარიძის ალბომიდან. ან შეგვიძლია ასევე სრულიად უცხო და მაყურებელი მას პირველად და ეს ფოტოც ეს სურათის პირველად გამოჩნდება მაყურებლის წინაშე და ის მისი ცნობილი ხელმოწერა როგორ აწერს ხელს თავად ამ ალბომზე უჩა ჯაფარიძე რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ნამდვილად მისია და არანაირ თავისუფალ ინტერპრეტაციას არ აქვს ადგილი. არა და ბოლო-ბოლო ეს კვლევის საგანია და ხელოვნებაცნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ჯერ ინფორმაცია და შემდგომ შესაძლებლობა რომ იმუშაონ ამაზე. ამისთვისაც ბზადა ვართ. თუმცა თუ კი შესწავლაზე მიდგება საქმე დაცვაზე ამ ხრივ რასაკვირველი არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთ-ერთი ჩანახატი ასევე ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის ბრაილაშვილის მიერ შესრულებული რომელიც ეს ვანი ჯვართამაღლების ეკლესიაზე საუბრობ. იმიტომ რომ ჩვენი არქივის ფუნქცია მე სწორედ ესე წარმომიდგენია რომ გარდა იმისა რომ კვლევარს უნდა მიაწოდოს ის ინფორმაცია რომელიც მას სამეცნიერო კვლევა-ძიებისათვის სჭირდება. ასევე მისი ალბათ უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს რომ დაეხმაროს სახელმწიფოს აღდგენა რეკონსტრუირების პროცესებში. და აი ეს ჩანახატის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია 1927 წელს არის შესრულებული და ასახულია იმ ეკლესიაში იმ ფრესკული მხატვრობის ნაშთები, რომელიც იმ დროისათვის არსებობდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მართალია არ მინახავთ დღეს რა მდგომარეობაშია იქ ის ფრესკები, მაგრამ აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 37 წლის შემდგომ ის სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა. გასაკვირველია და ამ მდგომარეობაში ვერანაირად ვერ იქნება. თუ კი სახელმწიფო მიუბრუნდება და მას სურვილი ექნება რომ აღადგინოს ბუნებრივია ამაზე უკეთეს პირველ წყაროს ის ვერსად ვერ იპოვით. კი, იმიტომ რომ დღეს განუწყვეტლივ არის პრობლემა. ეს პრობლემაა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ აღდგენას ისე, რომ მარტო ქაღალდზე ვხედავთ ამ ყველაფერს და არ ვხედავთ როგორი იყო სიძველეში და როგორი იქნება ეს სივრცეში შემდგომ, ხო? და მე რადგება დღის წესრიგში რამდენად ეს ან პროფესიონალებს მოწონთ, ან საზოგადოებას მოწონთ. და მე რეიწევს ამ დიდ დავას და კამათს და გარკვეულწილად ხარჯებსაც
რადგან არ შეესაბამება რეალობას, არ შეესაბამება სტანდარტს და უწევთ მე მისი გადაკეთება და აი ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. თან რა არის ბატონო ნიკა, ამას კომპლექსური პრობლემები აქვს. ანუ ქვეყანაში ძალიან ცოტა არის რესტავრატორი, უფრო ცოტა არის ადამიანი, რომელიც პროფესიონალია ამ თემაში და ჩვენ ძირითადად უცხოელებს ვეყრდნობთ. ეს კიდევ საკითხი, მაგრამ როდესაც გააქვს შენი წინაპრების მიერ შექმნილი დოკუმენტალურად დადასტურებული სურათი ძველი რეალობისა და ამას არ იყენებ და უკვე შემდეგ გასაკანსაძლევ ფანტაზიას დააკეთებ რაღაცებს ისეთი რაც არის. ბუნებრივი რესკიჩი გამოდის შემდგომში. კარგით, აი მე-11 საუკუნის ბოდოჯის სასახლე. ეს არის კახეთის მეფეების ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, რეზიდენცია. დასლილი იყო საქართველო, კახეთის მეფე კვირიკე მესამის დროს არის აგებული, ძალიან ძლიერ ციხესიმაგრედ ითვლება ბოდოჯის სასახლეთ, ანუ 9 კარად, ბადანის 9 კარად, ცნობილი ეს ციხესიმაგრე. აქაც იგივე პრობლემაა დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ 40-50 წლის წინანდელი როგორი საინტერესოა ეს გადასროლილი თაღები, ეს რიყის ქვების წყობა, ეს საფორტიფიკაციო მისი იერსახე. ეს წყობა უკაცრავად ცნობილი არის ჩვენი რესტავრატორებისათვის, მაგრამ აი ამ კონკრეტულ ძეგლთან მიმართებაში მისი მდგომარეობა სიზუსტეს გულისხმობ. ეს უკვე აბსოლუტურად ის თემაა, რომელშიც თქვა ეს არქივი შეუცვლელია ნებისმიერი რესტავრატორისათვის ამ კვლევარისათვის. კი ბატონო. შემდეგი ფრაგმენტი, ეს არის ძველი აბანო რაბაჩი, ახალციხე, 1935 წელი. 1935 წლის კადრია. კი ბატონო, ძალიან პროფესიონალური ჩანახატია ჭრილში გაკეთებული, რომელიც პირდაპირ შეიძლება დაიდო და მის მიხედვით დაიწყო მისი თუ რესტავრაციაზეა საუბარი რესტავრირება. სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველა ამანაზომის მნიშვნელობა არა მარტო ერთიორად იზრდება, არა იმიტომაც რომ ის ძველია, არამედ იმიტომაც რომ ის საკმაოდ პროფესიონალი თავის დროის უდიდეს სპეციალისტების მიერ იყო შესრულებული, ასე რომ მათზე დაყრდნობა არ არის ეს საჭოჭმანო, ბრმად შეიძლება, იმიტომ რომ ეს იმ დროის საუკეთესო სპეციალისტებმა ან მხატვრებმა შეასრულეს, ჩაიხატეს, ჩახაზეს, ახაზეს და აგეგმარეს. აი ეს ყველაფერი მყარი საფუძველია იმისი, რომ ეს იყოს ერთ-ერთი სამოქმედო გეგმა. ამას გარდა, ანუ დღეს ეს ქორეოგრაფიაშია თუ ეთნოლოგიაშია თუ ასე შემდეგ, დღეს წესრიგში ნამდვილად დგას როგორი იყო კავკასიური და კონკრეტულად ქართული სამოსი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფრაგმენტი, დეტალებში არის ჩანახატი, რისგან შედგება სამოსი, როგორი ორნამენტისგან შედგება, ის ორნამენტი როგორი ფერია და რა ეწოდება. და რა ეწოდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ცალკე სახელმძღვანელოდაც კი რომ გამოვიდეს, ეს იქნება ძალიან ღირებული ქართული კულტურისთვის. უდაოდ გეთანხმებით, თუმცა ამ ყველაფერს კიდევ და კიდევ ვაწყდებით იმას, რომ ჭირდება ერთის მხრივ პოპულარიზაცია, მეორეს მხრივ დაინტერესება შესაბამისი წრეების და ამ შემთხვევაში ალბათ ეს პრობლემები აღარ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენთან არსებული მასალები ნებისმიერი სფეროს კვლევარისთვის არის არა მარტო ხელმისაწვდომი, არამედ გამოსაყენებელი და გამოსადეგიც. აი თქვენ მე ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო ამ ნახევარ საათის განმავლობაში. ჩვენ ნახეთ ძალიან საინტერესო წერილობითი მასალა და ძალიან დამაინტერესმა სკოლამდელი აღზრდის შესახებ. ეს როგორც ჩანს ჩვენს წინაპრებს უფიქრიათ ამაზე, ხო? როგორი აღზრდა მივცეთ, როგორ მივცეთ, როგორ ჩავერიოთ მას? როდის როგორ მივცეთ? ეს ენა უბრალოდ ის მეტყველების კილოკავი გამქრალია. კი ბატონო, განსაკუთრებით ხევსურეთთან მიმართებაში საოცარი წერილები, იძველი ლოცვები, როგორ მოიხსენიებენ ამ აბსოლუტურად ხევისბერის დალოცვის ტექსტები, თქვათ, რიტუალის ჩატარების წესი და ეს მარტო ალექსი ოჩეურთან არის. ეს თითქმის ყველა მკვლევართან, ყველა მიმართულებით მაშინ რომ გავშალოთ ეს სფერო, იქ უამრავ ყველა მიმართულებას მოიცავდა ეს ხელნაწერი შრომები და მოიცავს. ეს არის თქვათ რელიგია, ტრადიციები,
მეცაც გეტყვით მედიცინა ძალიან საინტერესო ნახე აი ეს იმ პერიოდში ხალხური მედიცინა სადაც აი ამ ლიქოკელებზეა საუბარი ხო ეს ძალიან ცნობილი გვარი იყო რომელიც აი ამ თავის ტრეპანაციით იყვნენ დაკავებულები და გამქრალია ზოგადად აი ეს მიმართულება აი თუ არავის ეს დღეს არ აინტერესებს რიტუალური პურები ძალიან საინტერესო თემა ეს რაღაც ძალიან ტოტემისტური ძალიან არქაულ ფორმებთან მიახლოებული პატარა ქანდაკებები ხო პურისგან გამომცხარი ირემი ხარი მგელი ძალიან ბევრი აი სხვადასხვა ცხოველის ან თუნდაც მამაკაცის ფორმის გამოსახულებები რომელიც საშობაოდ საახალწლოდ წვებოდა საქართველოში ეს კიდევ ერთხელ მიმანიშნებელია თუ რაოდენ ღრმა არის თქვა ქართული კულტურა ტრადიცია ის რა საინტერესო სინთეზი და სინკრეტი მოხდა წინარე ქრისტიანულის და ქრისტიანული რიტუალების შეწყმისა და ამის ვიზუალიზაცია რომ დღემდეა შემორჩენილი და შემონახული ქართულ სინამდვილეში და ის ნიმუშები მართლაც ტელემაყურებლები ხედავენ და მეთანხმებიან უდაოდ რომ აქაც კი პურის ცხობის დროსაც კი ქართველი ადამიანი უდიდეს ოსტატობას და ესთეტიკას იჩენდა როდესაც ამ ყველაფერს ქმნიდა და აკეთებდა. ძალიან ფილოსოფიურია მათი დამოკიდებულება აი ამ სულტად გეთანხმები. კიდევ ერთი საინტერესო თემა ეს არის საფლავის ქვები. ეს ძალიან საინტერესო ჩანახატებია გაკეთებული მამაკაცის მემორიალური კულტურის ნიმუშები ხო? დაკრძალული მამაკაცი, დაკრძალული მამაკაცი მეუღლესთან ერთად. მათი ეპიტაფიები. დიახ, ანუ აი ესეც კიდევ ერთ-ერთი სფერო რომელიც ჩვენს კვლევარებს არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა და მე ძნელად მეგულება რომელიმე დარგიან მიმართულება რომელიც არ ყოფილიყო შესწავლილი, მოძიებული, ჩახატული, აზომილი ან დაფიქსირებული ჩვენი კვლევარების მიერ და არ ვიცი დარგი ან მიმართულება რომელიც არ მოხდა მათ თვალსაჩინოს არეში. ეს ყველაფერი ჩვენს არქივებშია დაცული. ძალიან ბევრი საინტერესო არქივია. ეხლა რაც მე მაინტერესებს და საზოგადოებას მინდა ვუთხრათ, რა მდგომარეობაშია დღეს ისტორიის ინსტიტუტი. სავალალო მდგომარეობაში რომ ესეც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ მას ძალიან მწირი აქვს დაფინანსება, შენობის საკითხი გაურკვეველია, ზოგადად მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, სტატუსი დგას დღის წესრიგში. მე მგონი დადებითად არის გადაწყვეტილი და ალბათ ეს პრობლემა მოიხსნება. ყოველ შემთხვევაში შენობის საკითხი დიახ ნამდვილად პრობლემურია. დაფინანსება ძალიან მწირია. საერთოდ ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ეს ყველაფერი. საზოგადოდ 2007 წლამდე ესე თავმოყრილი, სისტემატიზირებული, აღწერილი და კლასიფიცირებული არქივი ისტორიის ინსტიტუტს არ გააჩნდა. ეს 2007 წლიდან დაიწყეთ ამ ყველაფრის კეთება და რასაც მე თქვენ დღეს გესაუბრებით და წარმოაჩენთ ტელემაყურებლების წინაშე, ეს ამ წლების თავდაუზოგავი მუშაობის, ხშირად, რა ვიცი, აბსოლუტურად უანგარო და პატრიოტული გზნობებიდან გამომდინარე, უბრალოდ მართლა ეს ასე იყო. ძალიან მწირ დაფინანსების ფონდზე და ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ნაწილი, თქვათ, მასალისა დიახ აციფრულია. გადაატანილია ციფრულ მატარებლებზე, მაგრამ უდიდესი ნაწილი იმის გამო, რომ ინსტიტუტს ძალიან მწირი დაფინანსება აქვს. და სახელმწიფო ნება ამ ეტაპზე არ ჩანს. სახელმწიფო ნება დიახ ამ ეტაპზე არ ჩანს, იმიტომ რომ სახელმწიფოს პირდაპირი საშუალება თუ არ გააჩნია ირიბის საშუალებები საგრანტო პროექტების დახმარებით. არა, თან ჩვენ როცა საუბრობთ, რომ არსებობს პრიორიტეტული მეცნიერებები, რატომღაც გონია, რომ პრიორიტეტულ მეცნიერებამდე არსებობს პრიორიტეტული ინსტიტუტები და ინსტიტუციები, ხო? და ასეთი უნდა იყოს ის ძირითადი არქივები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. და ერთ-ერთი არის ეს თქვენი არქივი. საქართველოს ისტორია ნამდვილად უნდა იყოს პრიორიტეტული ქართული ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ თუ არა ქართული ხელისუფლება ვერავინ სხვა ვერ დააფინანსებს და არ დააფინანსებს ქართულ ისტორიას და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას. ამას დასაკვირველი ორი აზრი არ არსებობს. კი ბატონო, ჩვენი გადაცემის მიზანიც ის არის, რომ სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას და ის გადაარჩენს ამ სახელმწიფოს და ის შეუნარჩუნებს მას იმ იდენტობას და იმ განსაკუთრებულ იერსახეს, რომელიც საქართველოს ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი გადაცემის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყურადღებისთვის. ჩვენ ვეცდებით, რომ განუწყვეტლივ ვიყოთ თქვენს გვერდით, რომ ერთად გავაკეთოთ ქართული საქმე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო ყურადღებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო არქივი. მომავალ შეხვედრამდე.